იშლება თუ არა ჩრდილოატლანტიკური კავშირი, ეგრეთ წოდებული ნატო და იშლება თუ არა ევროკავშირი, ეს არის კითხვები, რომელიც ყველაზე აქტუალურია ბოლო დღეების მანძილზე იმ ესე იგი პოლიტიკურ მიმოხილველებს შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ზოგადად აი ახალი მსოფლიო წესრიგის ანალიზით. გამარჯვებათ, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც გაასაჯაროა შეერთებულ შტატებმა, ეს არის თავდაცვის ახალი სტრატეგია, სადაც გაწერილია შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური მთავარი მიმართულებები. პირველ რიგში სანამ თემას განვიხილავთ, მოგმართავ თქვენთვის გვადევნებთ თვალს და მოგწონთ ჩვენი კონტენტი. პირველ რიგში მადლობა რა თქმა უნდა ამისთვის, თუმცა აუცილებელია რომ პროექტი განვითარდეს, გამოგვიწეროთ და მხარი დაუჭიროთ ამ კუთხით ჩვენი პლატფორმის განვითარებას. მას ასე გავრცელდა შეერთებული შტატების თავდაცვის ახალი სტრატეგია, სადაც რეალურად ასახულია ყველა ის მიმართულება, რაზეც აქამდე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ლიბერალური ესე იგი ელიტის მიერ შერაცხული იყვნენ პრორუსულ ტიპებად. იმიტომ რომ რეალობაში შეერთებულ შტატებმა ახალი თავდაცვის სტრატეგიით უკვე ოფიციალურად დეკლარირებულ დონეზე აღიარა ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც მიმართულია მრავალპოლუსიანი სამყაროსაკენ. აღიარა მათ შორის რუსეთის ფაქტორი, რომელიც დაბრუნდა ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში და აღიარა ჩინეთის მძლავრი ტენდენცია გახდეს მსოფლიო ჰეგემონი. სწორედ აი ამ მიზეზთა გამო შტატებმა გადახედა თავის სტრატეგიას და ეს არ არის პირველ რიგშიაც უნდა დავიმახსოვროთ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის ახირება და მცდელობა და რიტორიკა იმისა, რომ ტრამპის გუნდი ღალატობს პირობითად იმ რაღაც ფუნდამენტურ დასავლეთის ფუნდამენტურ შეხედულებებს. ეს არის სიცრუე, რადგანაც შეერთებული შტატები არასოდეს არ მოქმედებს რაღაცა ესე ვთქვათ, ემოციურ ნიადაგზე, შეიძლება კონკრეტული გამოვლენებებს კონდეს ადგილი, თუმცა რეალობაში ეს არის მკაცრი რეალპოლიტიკის მოცემულობა, ეს არის მკაცრი გეოპოლიტიკური მიზეზები. რატომ არის ეს გეოპოლიტიკური მიზეზები? იქიდან გამომდინარე, რომ ფსონი რუსეთის შეკავებაზე, რომელიც დაიდო 2000 წლიდან მოყოლებული, დღემდე ეს ფსონი აქტუალური იყო, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთი უკვე გადავიდა აქტიურ საგარეო აგრესიულ პოლიტიკაზე და ეგრეთ წოდებული ესე იგი ძლიერი ძალის გამოვლინებაზე, hard power-ზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტულ შემთხვევაში ნიშნავს, რომ შეიჭრა უკრაინაში, ამით დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც აქამდე სუფევდა და რაც გულისხმობდა შეერთებული შტატების უპირობო ჰეგემონიას მსოფლიო პოლიტიკაში. ამას წინ სხვა საფუძვლების ჰქონდა, მათ შორის 2017 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ წილში ჩინეთმა გადაასწრო ვაშინგტონს და ტენდენციები აშკარა იყო, რომ მსოფლიო იცვლებოდა. შესაბამისად, უკრაინის შეჭრით რუსეთმა დაიწყო და ესე იგი ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია ევროპაში. მე უკვე თქვენ თვალიას საადენებდით, როგორ ჩაერთო ამაში ნატო და ზოგადად ევრობიუროკრატია, მხედველობაში მაქვს ის დახმარების პაკეტები, სანქციების პაკეტები და ასე შემდეგ, თუმცა რეალური შედეგი ამან არ გამოიღო. პირიქით რუსეთის შებოჭვის აი ამ მეთოდმა გამოიწვია ის, რომ მოსკოვი კიდევ უფრო დაუახლოვდა პეკინს და მათი კავშირი გახდა ის ფუნდამენტური საფრთხე შეერთებული შტატების ჰეგემონიისა, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული სახმელეთო ძალების გაძლიერებას, ევრაზიონისტურ შეხედულების აღზევებას გეოპოლიტიკურ მიმართულებით და ფაქტობრივად სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ ამერიკამ გადახედა თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებს. როგორ გამოიყურება ევროპა ამ მოცემულობის ფონზე? თქვენ ნახეთ ესე იგი შეფასებები, რომ ეს აღქმული იქნა როგორც ღალატი ტრამპისა ევროპელი მოკავშირეებისთან მიმართებით და მეორედ თუ მესამე დღესვე მაკრონი გაიჭრა ჩინეთში, პინგ-პონგს თამაშობდა ის ესე იგი რო თქვა კადრები გავრცელდა. ფაქტობრივად ევროპა დარჩა თავის ბედის ამარა და აი თვითონ სტრატეგიაში არის ეს მუხლი განსაზღვრული, რომ შეერთებული შტატები გადის ევროპის კონტინენტიდან
და რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი ის უარს ამბობს ნატოს მუდმივი გაფართოების ფორმულაზე შესაბამისად ფაქტობრივად ის უარს ამბობს ნატოს გაფართოებაზე რაც იყო კიდევაც მთავარი პირობა და მთავარი არგუმენტი მოსკოვისა რის გამოც მან დაიწყო ეს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ფაქტობრივად მცდელობა იმისა რომ უკრაინას ეთქვა უარი ესე რომ ვთქვათ აი ცნობილი 28 პუნქტი როგორ გავრცელდა ნატოსთან ინტეგრაციაზე ეს უკრაინას ანუ კიევს დაასწრო ვაშინგტონმა და ახლა ჩვენაც არ უნდა ილუზიაში ვცხოვრობდეთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატოს მთავარი გენერატორი და სულის ჩამდგმელი არის შეერთებული შტატები და მის მიერ დაფუძნებულია საერთოდ ეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია და სწორედ მიზეზი ის გამოც დაარსდა იყო უპირველესად საბჭოთა კავშირის შეკავება და ფაქტობრივად ესე იგი დამოკიდებულება იმისა, რომ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია თანასწორუფლებიანი რაღაც ორგანიზაცია იყო, ну რეალობაში არასწორი იყო, რადგანაც ვინც თუ ვინმე იცავდა ყოველ შემთხვევაში ნატოს და შექონდა დივიდენდი და განაპირობებდა მის სიცოცხლეს, ეს იყო შეერთებული შტატები. მის გარეშე დარჩენილი ნატო არ გამოიყურება ისე მძლავრად იმის გათვალისწინებით, რომ გადავხედოთ აი ამ დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ნატოს აქტიური წევრები არიან, ნახავთ, რომ მათი სამხედრო ინდუსტრია არც ისეთი, ასე იგი, შთამბეჭდავია, როგორც პირობითად თუნდაც თურქეთის ან თუნდაც რუსეთისა. გარდა ამისა, მათ აქვთ უამრავი პრობლემა მიგრაციულ ფონზე, რაც ასევე გამოხვილებულია თავდაცვის სტრატეგიაში და გარდა ამისა, მრავალჯერ ითქვა შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, მათ შორის ჯედი ივენსის მიერ, განსაკუთრებით აი მიუნხენის კონფერენციის, უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში, როდესაც მან ისაუბრა მიგრაციულ პოლიტიკაზე, ევროპის ბიუროკრატიის ეგრეთ წოდებულ რაღაცა, ესე იგი ჯიუტ თამაშზე იმისა, რომ შეზღუდოს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სუვერენული უფლებები და ასე შემდეგ, რის გამოც ფაქტობრივად დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა ვაშინგტონსა და ევროპის ბიუროკრატიას შორის. რადგანაც ჩვენ ასევე ვიხილეთ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იმისა, რომელიც უკავშირდებოდა ევროპის ბიუროკრატიას და NGO კლასს, რომელიც ესე მყარად ფესვგადგმულია ევროპის ბიუროკრატიაში, მარკო რუბიოს სიტყვები, რომ შეერთებული შტატები წყვეტს დაფინანსებას ამ რაღაცა NGO კლასტერის მიმართ, მეტიც ის აწესებს სანქციებს მედია ჩეკერების მიმართ, რომლებიც სოციალურ მედიაში ფაქტობრივად ზღუდავდნენ თავისუფალი ალტერნატიული აზრს და იბლოკებოდა აკაუნტები, იშლებოდა სტატუსები და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ დაფინანსების სისტემა, რომელიც აქამდე სხვათა შორის დაფუძნებული იყო უსაფრთხოების სისტემის მიერ და შემდეგ 80-იან წლებში გამოიყო, თუმცა ფორმალურად და იმართებოდა მოკლედ ამერიკული უშიშროების მხრიდან და ჩვენ ამ კვირაში ვიხილეთ არაერთი აღიარება ის რომ სწორედ ესეთი ორგანიზაციების ცდილობდნენ ამერიკელები მოეხდინათ ზეგავლენა სხვადასხვა ქვეყნებში და ეს უპირველესად თუ 80-იან წლებში მიმართული იყო საბჭოთა ესე იგი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობდა დისიდენტურ მოძრაობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმართული იყო ამერიკისთვის სასარგებლო მარიონეტული ხელისუფლების გაძლიერებისაკენ და იმ NGO კლასის გაძლიერებისაკენ, რომელიც ფაქტობრივად ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამის ამ სტრატეგიის ჩახურვით შემერთებულ შტატებმა დაიწყო დააბრუნა საერთაშორისო პოლიტიკაში ეგრეთ წოდებული ვესტფალიური სისტემა, სადაც საერთაშორისო პოლიტიკაში უმაღლეს წარმომადგენელი არის სახელმწიფო და ესე იგი მათი ოფიციალური წარმომადგენლები და არა ის რაღაცა NGO-ები ან რაღაცა ორგანიზაციები, რომლებიც მოკლედ დაკვეთით, ესე რომ ვთქვათ, მუშაობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესების გათვალისწინებით. ის რომ რუბიომ განაცხადა რომ ჯობია და ამერიკა ამას გააკეთებს შემდგომში რომ ხარს დაუჭერს იმ სახელმწიფოებს რომლებიც ესე იგი ცდილობენ რომ გაარღვიონ ევროპის ბიუროკრატიის ეს ჩაკეტილი წრე და გაანახორციელონ სუვერენული პოლიტიკა და შეერთებული შტატები იქნება პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ამ ქვეყნებთან
მიმართებით და მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოებს და არა მედია თუ რაღაცა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ თავდაცვის სტრატეგიას. რეალ მნიშვნელოვანი კონტურები გამოიკვეთა. ერთი რაც ვახსენეთ, რომ ნატოზე უარის თქმა, მეორე ის რომ შეერთებული შტატები გადის ამ ევროპული ზონიდან და უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით ის რაღაც მედიაციურ ფუნქციას ინარჩუნებს, ესე რომ ვთქვათ. რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების სტაბილიზაცია დაახლოებით ესეთი ფორმულირება იქნა გამოყენებული, რაც ნიშნავს პრაგმატულ ურთიერთობას ოფიციალურ მოსკოვთან. არ ვიცი ხა ეს ლიბერალურ აუდიტორიას როგორ ესმის, თუმცა რეალ პოლიტიკური გარემო ამას კარნახობდა ისედაც. რაც თავარია ჩვენ წინა გადაცემაში და მოვიყვანთ კიდევაც აი ამ მონაკვეთს ამ გადაცემაში, ვახსენეთ ის რომ ახლო აღმოსავლეთი და სწორედ ამ რეგიონში შედის საქართველო, რაც არ უნდა სურვილები ქონდეს განსაკუთრებული, მისი ისტორიული წიაღსულები და მისი გეოპოლიტიკური, ესე იგი სივრცე ახლო აღმოსავლეთი იყო ყოველთვის. ახლო აღმოსავლეთის მიმართ შეერთებული შტატები აღარ არის დაინტერესებული და აღარ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცე მისთვის და თავარი ესე იგი გეოპოლიტიკური თამაში გადაინაცვლა შორეულ აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, ეს არის ჩინეთი და ეს არის ინდოეთი. შეერთებული შტატებმა აღიარა ჩინეთი როგორც აღმავალი ჰეგემონია, ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და წარსული გეოპოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი მთავარი რევიზორი და ის აპირებს სწორედ იქ განახორციელოს შეკავების პოლიტიკა, შეკავება მიმართული იქნება ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო და მათ შორის იმ სამხედრო ამბიციების საწინააღმდეგო, რაც განსაკუთრებული თავდაცვით სტრატეგიულ ობიექტად ცხადდება თქმა უნდა ტაივანი და ის სარტყელი, რომელიც გარს აკრავს ოკეანისდან ჩინეთის ტერიტორიას. თუმცა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით რჩება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ მიმდინარე წლის ნოემბერში გააქტიურდა, ეს არის სიხუს +1 და +3, რაც გულისხმობს ცენტრალური აზიასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და კავკასიასთან ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას. მაგრამ თავდაცვითი სტრატეგიით შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ამ პროექტის მიმართულება გარკვეულწილად შენელდა იმ მხრივ, რომ შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ არ აქვთ რაღაც რაიმე ტიპის განსაკუთრებული ინტერესი ამ სივრცეზე, მაგრამ აი მაინც მგონია, რომ ეს პროქსი ურთიერთობა გაგრძელდება თურქეთთან და აზერბაიჯანთან და მათ შორის ცენტრალურ კავკასიასთან, რომ ეს სტრატეგიული ხაზი შენარჩუნებული იქნას იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რასაც აი ეს დიდი თურანის სახელმწიფოები ფლობენ, ეს არის რაღაცა შორედური სარტყელი რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამიტომ ცდილობა იმისა, რომ იქ რაღაცნაირად პოზიციები ასე თუ ისე მაინც შენარჩუნდეს და პოზიტიური დამოკიდებულებების ურთიერთობა გაღრმავდეს, ეს ცდილობები იქნება, თუმცა არა ისეთი რაღაცა მასშტაბური. ეს ბადებს ერთ მნიშვნელოვან კითხვის ნიშანს, რაც ჩვენთან მიმართებით აქტუალურია. განსაკუთრებით კავკასიაში. თქვენ იხილეთ აი ამ სწორედ ამ ესეთი ამერიკა, კავკასიის, სომხეთი, ფაშინიანის, ალიევის ურთიერთობების აქტუალიზების ფონზე, როგორ აგრესიული მესიჯები გამოუშვა ალიევმა რუსეთთან მიმართებით, თუმცა დარეგულირდა ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ რუსეთი გლობალური მოთამაშეა და რეგიონში ხო რა თქმა უნდა ბუნებრივია, საკმაოდ ესეთი ანგარიჯის გასაწევი ძალა არის და მეტიც კარნახობს კიდევაც ადგილობრივ პოლიტიკას. დარეგულირდა, თუმცა შეგულიანების ცდელობა ამერიკელების მხრიდან ეს ცალსახა იყო. რა პასუხს გასცემს ამაზე პუტინი? ალბათ ეს კითხვა ხდება აქტუალური, უბრუნდება, რადგანაც ჩემი აზრით დრო აი უკრაინის კონფლიქტთან ერთად დრო დგება იმისა, რომ ფაშინიანთან და ალიევთან რაღაცნაირად ურთიერთობები უნდა გაირკვეს და შეიძლება ვივარაუდოთ, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება ამ შემთხვევაში, ვივარაუდოთ ის, რომ ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობები დაიძაბება. დაიძაბება და ეგრეთ წოდებული პასუხი მოეთხოვებათ იმ რაღაც ცდილობებზე, რაც ცდილობების დააფიქსირდეს თუნდაც ფაშინიანმა ის, რომ მაგალითად გაწევრიანდეს ევროკავშირში და ასე შემდეგ. დავალოდოთ ყოველ შემთხვევაში, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტობრივად შეერთებული შტატები
როგორც რიდიოს სახელმწიფოში თქვი, აღიარებს ახალ სოფლიო წესრიგს, არ აღიარებენ ამას ჩვენი ლიბერალები, თუმცა სამყარო ესეთია, მეგობრებო და ახლა რომ დაუბრუნდეთ საქართველოს და დასასრულისკენ წავიდეთ. ფაქტობრივად საქართველოს ეცადა გამოფხიზლებული იყო ამ რაღაცა საერთაშორისო პროპაგანდისტური ბურუსიდან და ცდილობს დღესაც, თუმცა აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, შიდა დაპირისპირების ცდილობები და ასე შემდეგ. ვისი გავლენის ქვეშ რჩება კავკასია, თუ შტატები გადის რეგიონიდან, ერთადერთი ლოგიკური მიმართულება ეს არის ბრიტანეთი, იმიტომ რომ მას საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს აზერბაიჯანთან მიმართებით და ეს ისტორიულად დაფიქსირებული ინტერესია, განსაკუთრებით ეს ბევრითის პეტროლიუმით და სხვა დიდი ორგანიზაციებით, გამო და ასე შემდეგ. პლუს ამას ის NGO კლასტერი, რომელიც განთავისუფლდა ვაშინგტონის ასე იგი გავლენის სფეროდან, დარჩა, რო ვთქვათ, ესე თავისუფალი და ევრობიუროკრატიამ შეეცადა, რომ ყოველ შემთხვევაში მას ჩაინაცვლებინა და აი, როდესაც შეაჩერეს რადიო თავისუფლების დაფინანსება, ევროპამ ცხალკე გამოყო მისი ასე იგი დაფინანსების თანხები და ასე შემდეგ. ესაბამისად, მთელი ეს კავკასიური პოლიტიკის დასავლეთის მიერ ინიციირებული კამპანიები თავიდან ბოლომდე გადავიდა ევრობიუროკრატების ხელში და მათ შორის უპირველესად ბრიტანელების ხელში. ამას ახლა რა შედეგი მოყვება, ცოტა ისეთი ჰიპოთეტური წარმოსადგენია, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ევროპას გააჩნია და იქნება ეს მიგრაციული უსაფრთხოების და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, მათ შორის ლიდერების დეფიციტი, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ჩვენ ევროპაში ლიდერს, რომელიც ასე თუ ისე ობიექტურად აფასებს არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ესე იგი ვივარაუდოთ, რომ ვიხილავთ სტანდარტულ ოპერაციებს კავკასიაში იმ ჩვეულ ხერხებს, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებით ზეწოლას და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტია, რომ თუ კავკასიურებს სურთ ახალ მსოფლიო წესრიგში დაიჭირონ თავიანთი ადგილი ისე რომ მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, უნდა ეცადონ რომ ეს სივრცე გახდეს ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური ბალანსის სივრცე, სადაც ყველა დიდი მოთამაშის ინტერესები ისე აქვს გათვალისწინებული, რომ არ ხდება მათი ტექტონიკური ჯახი და აი ამ პროცესში უნდა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. ამისთვის უპირველესია, რა თქმა უნდა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად გაიაზროს რა სოფლიო წესრიგში გვიწევს ცხოვრება, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა აშკარაა, რომ რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება და ამიტომ აუცილებელია, რომ ამის ბალანსირება მოხდეს იმ დიდი რეგიონალური მოთამაშეების შემოყვანით და ინტერესების გათვალისწინებით, როგორც შეიძლება იყოს ჩინეთი, როგორც შეიძლება იყოს ინდოეთი, არაბული სამყარო, თურქეთი, რა თქმა უნდა, დასავლეთი და ასე შემდეგ. მე ვისურვებდი იმას, რომ ჩვენი შიდა წყენები რაც გვაქვს ჩვენ საზოგადოებას გვერდზე გადავდოთ იმ კუთხით, რომ უპირველესად ვიფიქროთ იმაზე, აი ამ ახალ სოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში როგორ გადავრჩეთ ისე, რომ ზიანი არ მივიღოთ და პირიქით განვითარებას შეუწყოთ ხელი. დანარჩენი საკითხები, რომელიც ჩვენ შორის არის აქტუალური, იქნება სოციალური თუ შიდა პოლიტიკური, ყველაფერს მოევლება თუ სახელმწიფო როგორც სუვერენული ობიექტი რუკაზე ღირსეულად მოახერხებს პოზიციონირებას. მადლობა ყურადღებისათვის.